რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. თქვენ როგორ უყურებთ? პირველ რიგში მინდა კონგრესში მიღებულ აქტზე კითხოთ, რა სიტყვით, იმიტომ რომ რაღაცნაირად აღქმულია ეს როგორც შეერთებული შტატების მხრიდან რაღაც პარტნიორობის გადატვირთვის ან განახლებისთვის რაღაც პროცესის ნაწილი და ამ დროს დღეს ხელისუფლება აცხადებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ. ჩინეთის და მისი პარტნიორების ურთიერთობაზე ვილაპარაკოთ და საქართველოსთვის ეს რა ტიპის გამოწვევაა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ კანონ პროექტზე. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სენატში დამტკიცება ჭირდება და მერე პრეზიდენტის ხელმოწერა, ხო? ამიტომ რომ გვახსოვს ჩვენ, ხო, მეგობარი აქტით თუ არ ვხვდების, მან მიიღო, რა ქვია, ქვედა პალატამ და მერე სენატში ასე ვთქვათ დაიბლოკა. ეს ერთი. მეორე, თვითონ ეს აქტი რას ითვალისწინებს, კანონ პროექტი სულ ორი მუხლია, ხო? ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს რაღაც ანგარიშის მომზადება, სადაც იქნება ჩინეთის და თქვათ რუსეთის სადაზვერვო თუ ისეთი გავლენის ქსელებზე მოკვლევა, რომელიც დახურული უნდა იყოს და მეორე სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალოს საქართველოსთან 5 წლიანი თანამშრომლობების გეგმის გაწერა, სხვადასხვა დემოკრატიის და სხვადასხვა პუნქტების გათვალისწინებით. ხო, ამ კანონ პროექტს როგორც თქვათ შეიძლება ამერიკის შიდა დანიშნულება ჰქონდეს, თუმცა ნაკლები, იმიტომ რომ ეხა სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჭირდება მაინდა-მაინც კონგრესის დავალება, როგორც ამერიკის დაზვერვას არ ჭირდება მაინდა-მაინც ეხა კონგრესის დავალება, რომ იცოდეს აქ რა ხდება, თუ რამე ხდება. ხო, ეს ამას რა თქმა უნდა აქვს საგარეო სიგნალებიც, ხო? მეგობარი აქტის არ იყოს, ეს არის საგარეო სიგნალი, რომ საქართველოსში თქვათ რაღაცა ეს კანონ პროექტი გამოყენებული იქნა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ხო, ეს ახლა არ ახალია ჩვენთვის, ეს სოფლიოს პოლიტიკაში ხშირად ხდება. შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპარლამენტის რეზოლუციები. ხო, ახლა იქ რას ჩაწერენ ევროკომისიისთვის დიდი მნიშვნელობა არ ამგონია ჰქონდეს, ხო? 18-ჯერაა ჩაწერილი, რომ უნდა გამოიძიონ საქართველოს არღვევს თუ არა სანქციებს და მაგრამ შიდა პოლიტიკაში ეს იწვევს გარკვეულ, ასე ვთქვათ, აჟიოტაჟს, ხო? ამ კანონ პროექტებს როგორც თქვენ მას უყურებთ როგორც შიდა აჟიოტაჟისთვის საკვებს ასე აღიქვამთ ამ პროცესს. რაღაც ნაწილი ცალსახად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მიიღებს თუ არა და კიდევ ერთხელ რომც მიიღოს, ახლა კი ბატონო. არ ამგონია რუბიოს ძალიან ახლა სურვილი ჰქონდეს, რომ ახლა ახალი რეპორტი დაწეროს, ელჩი არ გამოუგზავნია, ჯერ არ წარუდგენიათ სენატისთვის საქართველოში. კი ბატონო, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის თუ არა პრობლემა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება შეერთებულ შტატებთან და ზოგადად პრობლემური ურთიერთობის დაძლევა ევროკავშირთან. ხო, აქ საგარეო პოლიტიკაში როგორც პრაქტიკული ნაბიჯები, ასევე არის ხო სიმბოლური დატვირთვა. ხო, დღევანდელი ბრიფინგიც და ეხა ჩინეთთან ეს ყოვლის მომცველი პარტნიორობაც ჯერ როდის გაფორმდება ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, უფრო სიმბოლურია იმ კუთხით, რომ თქვათ თუ არ მარტივად რო თქვათ, რომ თუ არ გინდივართ, აქ ჩინეთი მყავს, ჩინეთისკენ წავალ. რაც შეეხება ეხა პრობლემურობას და დრამას, რომ აქ ის და ეს, ეხლა ჩვენ ვხედავთ, ხო, რომ რაც თქვათ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაცივდა ევროპა-ამერიკის ურთიერთობები, თვითონ ევროკავშირი მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან დალაგდეს. მიუხედავად უდიდესი დაპირისპირებისა და მეტოქეობისა და უნდა ითქვას, რომ 21 საუკუნე განისაზღვრება ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებით. ხო, ამერიკას ყავს ერთადერთი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც მას შეიძლება გაუტოლდეს და ასე ვთქვათ, გაასწოროს და ხო, ეს არის ჩინეთი, ხო, რუსეთი შეიძლება რეგიონალური პრობლემა, მაგრამ რუსეთს არც სურვილი და არც საშუალება სოფლიო დომინაციის, აგე რეგიონალური დომინაციის პრობლემები აქვს. დონბასში 6 სოფელი 6 თვე ვერ აღუღია, ხო? შესაბამისად, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები განსაზღვრავს 21 საუკუნეს, მაგრამ დაუბრუნდეს, ხო, ამერიკას აქვს მეტოქეობა, მეორეს თუ ამერიკას აქვს ვაჭრობა და ნახეთ, ხო, ახლა პრეზიდენტი ტრამპი იყო ჩინეთში ჩასული და ორივე სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ეს მეტოქეობა რაღაცნაირად შვიდობიანად ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, წარიმართოს, ხო? ამას ეხლა აქ უდიდესი დრამები რო ეხლა ჩინეთის კავკასიაში შემოვა და დავიღუპეთ და რაღაცა, რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლური უფრო, ჯერ სად შემოვიდა ეს ჩინეთი, ხო? ჯერ ვაჭრობა სოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს ჩინეთთან და ასეც რას ვაკეთებ ჩინეთთან, რაც თქვათ სხვა სახელმწიფო არ აკეთებს. ეს ერთი, მეორე, თქვათ შეიძლება ითქვას ანაკლია, რომელიც ჯერ აშენებულიც არ არის.
იმის მიუხედავად რას იტყვიან კონგრესში, რომ თურმე ირანს ვეხმარებით არაშენებული პორტიდან, მე მგონი საერთოდ დაწყებულიც არ არის, ხო, ანაკლიის მშენებლობა, ხო? თუ არ ვწდები. შესაბამისად, არა, საბოლოოდ ეს თქვათ ჩინურ კომპანიასთან მიდის ბოლო ფაზა, ბოლო ეტაპი წერტილის ფაზა არ არის ჯერ. ხო, შესაბამისად, კი ბატონო, აქ პრობლემა რო თქვა სტრატეგიული, როგორც თქვა ამერიკას პანამაში აქვს, მაგრამ ნუ პანამას უფრო და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რო თქვა ჩინეთი არ ფლობდეს პანამაში პორტებს, შეიძლება ეს იყოს პრობლემური საკითხი ტრამპის ტრიპის ეს თქვა გათვალისწინებით. ხო, რა თქმა უნდა და ხა ამერიკის ინტერესია რა თქმა უნდა, რომ თქვა იყავი პროამერიკული და ეხა პროჩინური არ გახდე პირწავარდნილი, ეს რა თქმა უნდა ამერიკის ინტერესია. ამის მიღმა რომ ვინმე რამითი დაზიანდება, ან რეალურად რასში შეიძლება გამოხატული იქნეს საქართველოს პროჩინურობა, თქვათ ვაჭრობის გაზდის მიღმა და რაღაცა გაეროში ხმის მიცემის მიღმა, რა ისეთი პროჩინური პოლიტიკა უნდა გატარდეს კავკასიაში. კიდევ ერთხელ თქვათ, რასაც თქვათ, ან სომხეთი, ან აზერბაიჯანი არ ატარებს, ან რა ისეთი პოლიტიკა რა რესურსი გვაქვს ჩვენ რომც მოვინდომოთ რა პროჩინური პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ხო? პირდაპირ დავსვათ ეს კითხვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური და ხმაურისა და ტრადიციული პოლიტიკური ხმაურის მიღმა თუ ჩავწვდებით, რეალურად ნახავთ, რომ დიდი არაფერი არ იცვლება. მაგრამ ეს შეიძლება თუ არა მთავარს დაუბრუნდეთ, რითაც თქვენ დაიწყეთ საუბარი, იყოს გამაღიზიანებელი ფაქტორი შეერთებული შტატებისთვის იმ პროცესში, როდესაც ისინი ცდილობენ უпростоრად ელოდებიან ქცევის შეცვლას საქართველოს ხელისუფლებიდან და თავადაც, თქვათ, ამის შესაბამისად იმოქმედებენ, როგორც რუბიოს კონგრესში კომენტარით ვიცით, ანუ რა ეტაპზეა ეს ურთიერთობები ახლა. რაღაც პოზიტიური სიგნალები იყო და მე აი ამ კომენტარის კონტექსტში გეკითხებით სწორედ. ხო, ნუ რუბიომ რაც თქვა ჩვენ რეალურად გვესმის ეს წინა ელჩისგანაც ხო რომ ვუთხარით საქართველოს რა არის გასაკეთებელი, ნუ რუბიოსგან გავიგეთ რომ საქართველოს თავად იკითხა კიდე რა არის გასაკეთებელი და ველოდებით რომ საქართველოს გადადგას ეს ნაბიჯები. რეალურად ეს ფრაზა რომ ველოდებით საქართველოს ეს ნაბიჯები გადადგას, რომ რაღაცა ურთიერთობები გამოსწორდეს და საქართველოს რაღაცა ქცევა შეცვალოს, ეს ჩვენ გვესმის რუბიოსგან არა, მაგრამ ნუ სახელმწიფო დეპარტამენტისგან ეს რაც ტრამპი მოვიდა, მხოლოდ ეს გვესმის. ხო, მაგრამ სწორედ ამას გეკითხები, სტრატეგიული პარტნიორობის სწორედ ამ ეტაპზე, ეს ახალ ყოვლის მომცველ ფაზაზე პარტნიორობის ასვლა, ეს არის თუ არა იმ ტიპის ქცევა, რომელიც არის შეერთებული შტატების მხრიდან მოლოდინთა ნუსხაში? ხო, ეგ რა თქმა უნდა არ არის მოლოდინში და რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამერიკელების თვალში და ნუ ისე ჩვენ ხო ხედავთ არ დგავს ისეთ ნაბიჯებს რომელიცაც ამერიკა ელის და პირიქით აცხადებს რომ ეხლა თუ თქვათ არ დამილაგდებით აგერ ჩინეთი მყავს ხო ისე რომ თქვათ უხეშად რა თქმა უნდა ეს ეხლა თქვათ ამ ეწინააღმდეგება ამერიკის მოლოდინებს ამ კუთხით მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ეს სიმბოლური მნიშვნელობა რომ გამოვაცალოთ ამ განცხადებებს ხო აი რეალურად და რეალ პოლიტიკის დონეზე ხო აი რა როგორც თქვი ხო რა პროჩინულობის რესურსი გვაქვს რომც მოვინდომოთ აი ეს კითხვა მაქვს რეალურად და პროჩინელობა რას ნიშნავს ზოგადად რა შეიძლება რა ფაქტორები დიახ ეს უნდა კითხოთ მათ ვინც იძახის რომ საქართველოს ედროულად ირანის რუსეთის და ჩინეთის ვასალი ეს მათ უნდა კითხოთ სოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო როგორ ვართ რომელიც სამი სახელმწიფოს ვასალობას ახერხებს ერთდროულად ხო მაგრამ აი რა შეიძლება გულისხმობდეს ეს რეალ პოლიტიკაში როგორც ნუ რეალ პოლიტიკაში გული ხა ჩვენ სამხედრო ალიანსის არც შესაძლებლობა გვაქვს და არც ასე ვთქვათ რესურსი გვაქვს ერთი არის კიდევ ერთხელ ვამბობ ვაჭრობა სოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჩინეთთან ამის მიღმა შეიძლება ხო ინფრასტრუქტურული პროექტები. მესამე საკითხია, რასაც ხშირად ახსენებენ, ეს ვალის ხაფანგი, რომ ჩინეთი ჩვენ ვალს მოგცემს, რომელიც მე ჩვენ ვერ გადავიხდით და მე ინფრასტრუქტურას ჩაიგდებს ხელთ, თუმცა აქ ჯერჯერობით რაც მე წამიკითხავს, თქვა ქართულ პრესაში, ჩვენ არანაირი დიდი თუ საერთოდ არანაირი ვალი ჩინეთის არ აგვაქვს. მე თუ არ ვწდები. შესაძლოა ეს პრობლემა ეს ხიფათი ვალის ხაფანგის დგას, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით რაღაცა ესე ფული ჩინეთისგან არ გვისესხებია, რომ ეს პრობლემა დადგეს. კი ბატონო, ვის აქვს ამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იმ ტიპის, რომელზეც არის ახლა ლაპარაკი, რომ ეს იყოს რაღაცა აუდიტორიისთვის შეადაროს რა კალათაში შეიძლება მოხდეს ამ პარტნიორობის შედეგად.
ხო, ეხა ჩინეთს ესე თქო გრადაცია აქვს ამ გრადაცია, კი, სამი ეტაპიანი აქვს პარტნიორობის გრადაცია. ხო, მე ახლა ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს ვისთან აქვს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთთან აქვს ყველაზე მაღალი. თუ არ ვწდები და მე მგონი რუსეთთან აქვს. ეხლა მოკავშირეობას ჩინეთი ყოველთვის ასე თქვა თავს არიდებს, იმიტომ რომ მოკავშირეობას თავისი ვალდებულებები აქვს, მაგრამ მოკავშირეობის ქვემოთ რაც კი არის, ასე თქვა, ყველაზე ესეთი ფართომასშტაბიანი ალიანსი და ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთთან პირდაპირ აქვს ჩინეთს განცხადებული, რომ ჩვენ ინტერესია რუსეთი არ დამარცხდეს. და ეკონომიკურადაც ხო ახლა ის ნახშირ წყალბადების შეძენა, დრონების მიყიდვა ეს რა თქმა უნდა ასე და ირიბი თუ პირდაპირ დახმარებაა ხო რუსეთის. შესაბამისად რუსეთთან აქვს ყველაზე ასეთი ღრმა დაყובლის მომცველი და შემდეგ მოდიან ესე თქო სახელმწიფოები და ზოგადად ეს მეც მაინტერესებს, ანუ ის პარტნიორობა რაც უკვე გვაქვს, ამის ასე ვთქვათ აპგრეიდი რას მოიტანს გარდა კიდევ ერთხელ სიმბოლური მნიშვნელობისა, რომ აი თქვა ამერიკელებს რამდენად მოლოდინი გაქვთ, რომ შტატებთან ვთქვათ ურთიერთობა გადალაგდეს ან სტრატეგიული პარტნიორობა განახლდეს, იმიტომ რომ აი პარტნიორობის განახლებაზე არის ვთქვათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საუბარი. მინიმალური, იმიტომ რომ კიდე რო ვთქვათ, ესე იგი, იმ ნაბიჯებს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია უკვე, რა ვიცი, რამდენია ხანია ტრამპ მოვიდა, ხო? 2 წელიწადია ელის საქართველოს ხელისუფლება არ დგავს, ეს და საქართველოს ხელისუფლების განცხადებული მოლოდინია სუფთა ფურცელი, რომ სუფთა ფურცლიდან ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დავივიწყოთ ის დავივიწყოთ, რომ წინარე ელჩს ვეძახდით ომის გამჩაღებელს და წინარე ადმინისტრაციას დღემდე აცხადებენ ხო, რომ ომი მეორე ფრონტი უნდა და საქართველოში და მათ ავიწყდებათ, რომ შეიძლება შიგნით კი ბატონო ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს, მაგრამ იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლებას აქ მეორე ფრონტი უნდა და ეხლა ესე არ ხო, რა თქმა უნდა, ეხლა წინა ელჩის კრიტიკასაც ესე არავინ არ გაგიტარებს, ეს ერთი და მეორე, რომელიც მე ხშირად მithავს თქვენ ეთერშიც, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს რა აკლდება თუ თქვა ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს საქართველოს და ისევ ჩვენ ინტერესში უნდა იყოს, ხო, რომ დიახ. მე მგონი ხარვეზია, დავემშვიდობები გიორგის, პრინციპში მთავარი სათქმელი თქვა. მადლობა მას და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.